მორიგი საპროტესტო აქცია ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობაზე. მოვაჭრეებმა ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. Როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, უშუქობის გამო საკვები პროდუქტები უფუჭდებად, ვერ სარგებლობენ სალარო აპარატებით, რის გამოც ჯარიმდებიან. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში პრობლემის არსებობას ადასტურებენ და საკითხის მოგვარების პირობას დებენ. მხარეთა პოზიციები სულხან მესხიძის რეპორტაჟში. სავაჭრო ცენტრ 2009-ის მოვაჭრეებმა დღეს რამდენიმე წუთით პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს. მათი უკმაყოფილება ბოლო დროს ბაზრობაზე ელექტროენერგიის ხშირად გათიშვას უკავშირდება. მოვაჭრეების განცხადებით ჩუქი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ითიშება, რის გამოც ისინი ფინანსურად ზარალდებიან. ამბობენ, რომ უშუქობის გამო მაცივრები არ ფუნქციონირებს, ხოლო ტანსაცმლის სექციებში მყიდველი არ შედის. ელექტროენერგიის ხშირად გათიშვის გამო ბაზრობაზე კონდენსირების პრობლემაცაა, ვერ იყენებენ სალარო აპარატებს. გვაწუხებს უშუქობა. მესამე თვეა შუქი არ არის ხოფის ტერიტორიაზე. ვერ ვაჭრობთ, სალარო აპარატები გვაქვს, შემოვიტანეთ საბაჟოზე, სეზონური საქონელი ხო უნდა გავყიდოთ ხალხო. ჩვენი ტკივილი არავის არ ესმის. ხელი გვეშლება ვაჭრობაში, არ არის ვინმე შემომცლელი. როცა შემოდის ვერ ირჩევს ტავარს, ასე რომ თქვა საქონელს, ჩვენ ვითხოვთ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებებს. ჩვენ ვართ გადამხდელები, ვიხდით ფულს, ჩვენც მოგვაწოდონ მოგცენ ის პირობები, რა პირობებიც არის საჭირო. სულ არის პრობლემა, დეკემბრისვე იყო და თითქმის ყოველდღე გათიშული ვიყავით და თუშოკები ქონდა ჩართული. გვპირდებოდა ადმინისტრაცია, რომ გვექნება რაღაც დაზიანება, ვაკეთებთ, რამდენიმეჯერ მივმართეთ. არავითარი არაფერი არ შეცვლილა. ეხლა დღესდღეობით ყოველ დღეში 2-ჯერ 3-ჯერ გვეთიშება თითო საათი. ჯერ ამ პაპანაკებაში, ამ რკინის კონტეინერებში. ელემენტარულად ვერც დაჯდები. მეორეს მხრივ ხო გინდა რომ გამოსული ხარ და იმუშაო. ვერც უშუქობისგან საერთოდ ბნელა, ელემენტარული ერთი ნატურა რო აანთო და ვენტილატორი იმის საშუალება არ გაგვაჩნია. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ბაზრობის ადმინისტრაციას პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას თხოვს. ადამიანები, რომლებიც აი ამ სიცხეში არიან აქ მოსული და ისედაც რაღაცა 2 ლარი და 3 ლარი მიაქვთ სახლში და მათ დაუწესებ დიდ გადასახადებს პლუს ამას კიდე ამყოფებ უშუქოთ, ეს არის გაუსაძლის პირობებში, არადამიანურ პირობებში ადამიანების ყოლა. თუ ეს მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, შესაძლებელია ეს პროცესი უკვე ქუჩაში გადავიდეს. სავაჭრო ცენტრი 2009-ის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ბაზრობაზე შუქი ხშირად ქრება. დირექტორის მოადგილის თამაზ დევაძის ინფორმაციით, აბონენტებს 2 ტრანსფორმატორი ემსახურება, რაც საკმარისი არ არის. მისი განმარტებით, მოვაჭრეებმა ჯიხურებში სხვადასხვა სახის ტექნიკა დაამონტაჟეს, რამაც ტრანსფორმატორების დამატება მოითხოვა და იგი 1 კვირაში დამონტაჟდება. პრობლემა განაპირობა სიმძლავრეების მოთხოვნამ მოიჯარეთა წერტილებში. ძალიან ბევრმა ადამიანმა ღმერთმა ხელი მოუმართოს, ალბათ გამოუცდათ საშუალება და ყველამ თითქმის გადაწყვიტა კონდენსიონერის დაგმა. ამხელა სიმძლავრის შესაძლებლობები ჩვენ სავაჭრო ცენტრს არ გააჩნია. მე ვამბობ სრული პასუხისგებლობით და ვიძლევი გარანტიას. როგორც კი ჩამოვა ტრანსფორმატორი, დაიდგმება სუსტი ტრანსფორმატორის სანაცვლოდ, 1 მეგავატიანი 400-იანი სანაცვლოდ და პრობლემა მოიხსნება. ახალი ტრანსფორმატორის შეძენაში სავაჭრო ცენტრ 2009-ის ადმინისტრაციამ 19,700 ლარი გადაიხადა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათ 2 თვეზე მეტია ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ.